ჩვენი უპირატესი აზრები ქმნის ჩვენს მენტალურ განწყობას და ამ მენტალური განწყობის შესაბამისად იქნება ჩვენს ცხოვრებაში გარემოებები, ადამიანების სიტუაციები, ხა ჩვენც რო შევხვდით ერთმანეთს, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი გონების დამსახურებაა და ალბათ შენი გონებისაც, იმიტომ რომ შენც ალბათ ეძებ ისეთ ადამიანებს, მეც თავისთავად, ხო, ეგრე არის. ცით ალბათ რომ 7 ჩაკრა გვაქვს და ეს ჩაკრები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ადამიანის ზოგადად ჯანმრთელობაზე, ცხოვრებაზე, ნებისმიერი ფიზიკური დაავადების წინა პირობა ალბათ მაინც ფიქრები, აკვიატებული აზრები და შიშები. აქედან ჩდება, რავი, 70%-ზე მეტი დაავადება. შიში არის ადამიანის ყველაზე ძლიერი მტერი. სანამ ეს პირადი ეშმაკი არ არის განადგურებული, წარმატების მიღწევა ძალიან რთულია და შიში რო გაანადგურო, უნდა აწარმოო შიშის საწინააღმდეგო აზრები, საპირისპირო აზრები. რისიც გეშინია, იმის საპირისპირო აზრები, მაგალითად აზრები სიძლიერეზე, სიმამაცეზე, გამბედაობაზე. და როცა ასეთ აზრებს აწარმოებ, შენი სხეულიც გრძნობს ამას. აი ახლა მაგალითი რომ მოგიყვანო, ნებისმიერ რამე რომ მოგიყვე, სასიამოვნო სახეზე ღიმილი აღგებეჭდება, სამწუხარო რომ მოგიყვე, დამწუხდები, ხო ასეა. როგორც სახეზე აღგვებეჭდება ხოლმე, ესე გრძნობს მთელი სხეული იმ ემოციას, რასაც ჩვენ გადავცემთ. ეს სიმპათიკური ნერვული სისტემით გადაეცემა მთელს სხეულზე და სხეულის გარეთაც მოდის და ყველა პრობლემას ქალურს თუ მამაკაცურს იწვევს ფიქრები, რომელიც გვაწუხებს და ამ ფიქრებს ჩვენ ვერ ვაკვირდებით, ანუ ავტომატური ფიქრები. შეიძლება ეხა ჩვენ ჭურჭელს რეცხავდეთ, რაღაცა საქმეს ვაკეთებდეთ და იმ დროს, როდესაც ჩვენ არ ვაკვირდებით, ავტომატურად ტრიალებს ფიქრები. ანუ შეგემჩნევია ფიქრის უკან ფიქრი და კიდევ ფიქრი. აი ეგ ფიქრები გვანგრევს რა, თუ ჩვენ არ გამოვიკვლიეთ. და როდესაც ვართ უკვე პროცესში და ვაკვირდებით, რაზე ვფიქრობთ, ანუ დამკვირვებელი როცა ვართ. მაშინ ვიჭერთ ამ ფიქრებს და ამოვიღებთ ხოლმე, ამის მეშინო და ეს ფიქრი ყოფილა, ეს მაწუხებდა.